ნინო დათაშვილი არის ჩემი მეგობარი, ჩვენ ერთად ვსწავლობდით მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და სწორედ აქ გავიცანი ნინო და ნინოს ვიცნობ როგორც მასწავლებელს, ასევე კარგად ვიცნობ როგორც სამოქალაქო აქტივისტს და მას შემიძლია გითხრათ, რომ ორივე საქმე ძალიან კარგად გამოსდის და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ მისი დასჯა. რეალურად ამ ადამიანს არ ქონია არასდროს არც სამართალთან პრობლემა, არც სხვა საკითხებთან დაკავშირებით პრობლემა, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბჭყალებში, რომ თქვათ, იყო ის აქტიურობა და ის საჯაროდ გამოხატული პოზიციები, რომლებიც ქართული ოცნებისთვის არ იყო მოსაწონი. აქედან გამომდინარე, ერთ ჩვენდღე დღეს ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ნინო დათაშვილი დაესაჯა მის მიერ საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციების გამო. აქტივისტის დაკავება, რეალურად ეს არის მასწავლებლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება და სასამართლო მათ შორის ცდილობენ იმას, რომ ყველა სფეროს წარმომადგენლები სამაგალითოდ დასაჯონ, იმისთვის, რომ დანარჩენ საზოგადოებაში გააჩინონ განცდა იმისა, რომ თითქოს ყველანი ჩვენ დაუცველები ვართ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნინო დათაშვილის მიმართ გამოყენებული ეს ზომა, რა თქმა უნდა, არ არის არც სამართლებრივად სწორი, არც სამართლიანი არ არის. მათ შორის არ არსებობდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, პატიმრობის შეფარდების არანაირი საფუძველი, გამომდინარე იქედან, რომ ნინოს არ აქვს წარსულში არანაირი ასე ვთქვათ, დანაშაულებრივი ისტორია და მას არ აქვს რაიმე ტიპის გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არც მოწმეებზე, არც მტკიცებულებებზე და ასე შემდგომ და აქედან გამომდინარე სასამართლოს შეეძლო სრულად და ეს გაითვალისწინებინა მისი და მისი ადვოკატის პოზიცია, რომ მაგალითად გირაოს ანაცვლოდ ყოფილიყო ის გათავისუფლებული, მით უმეტეს იმ არგუმენტის ფონზე, როდესაც მან პროცესზევე დააფიქსირა, რომ მისი შვილი წელს არის აბიტურიენტი და სწორედ მას სჭირდება მისი გვერდში დგომა ამ რთულ პერიოდში და იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ ეს ფაქტორები გათვალისწინებული ყოფილიყო. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ქართული ოცნების მიერ გაკეთებული ეს რაღაც კონკრეტული ღონისძიება და გადადგმული ნაბიჯი არ არის მიმართული კონკრეტულად ნინო დათაშვილისკენ, მხოლოდ როგორც ერთი პერსონალური მასწავლებლის ხმის ჩასახშობად, ეს არის ზოგადად მასწავლებლების სასკოლო საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და მე ვისურვებდი ნამდვილად, რომ მასწავლებლებმა უფრო კაფიოდ, საჯაროდ, ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. თუმცა აქ უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად მასწავლებლები და ეს მასწავლებლების საზოგადოება სამწუხაროდ საქართველოში არ არის იმდენად ძლიერი და იმდენად მოუკიდებელი, რომ რაღაც მნიშვნელოვანმა რაოდენობამ მასწავლებლებისა შეძლოს საჯაროდ იმ პოზიციის დაფიქსირება, რომელსაც ეს ადამიანები ნამდვილად ფიქრობენ. მათ შორის მე ვარ ბუნებრივია იმ განცხადების ხელმომწერი, რომელიც ნინო დათაშვილის მხარდამჭერი განცხადებაა, რომელიც გაავრცელეს მასწავლებლებმა და მინდა მჯეროდეს, რომ ამ რთულ პერიოდში ჯერ კიდევ არსებობს რაღაც ტიპის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ დავიცავთ ყველა პროფესიის ადამიანს, მათ შორის მასწავლებლებს და სხვა პროფესიის ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ზუსტად ეხება იმ ადამიანების მიერ ხმამაღლად საკუთარი ხმის დაფიქსირებას, რომლებსაც მომავალ თაობებთან აქვს შეხება. ხო, თუ დღეს ჩვენი საქმით და ჩვენი სიტყვით ამავდროულად არ დავანახეთ მომავალ თაობას იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს, რომ ჩვენი სიტყვა, რომელსაც მათ ველაპარაკებით, ადამიანის უფლებებზე, ისტორიაზე, ლიტერატურაზე და ასევე ჩვენი ქმედებები რეალურ ცხოვრებაში არის თანმხვედრი და ისინი არის წყობრი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ფარისევლობა, ხო და მასწავლებლის პროფესია არ არის ფარისევლური პროფესია. აქედან გამომდინარე, მე მოუწოდებ, არ ვიცი რამდენად არის სწორი მოწოდება ამ შემთხვევაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა არის ზუსტად გადამწყვეტი მომენტი, როდესაც მასწავლებლებმა უნდა აიმაღლონ ხმა, იმიტომ რომ ერთ დღესაც ვიღაცებს მიადგება ეს სამართალი, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა საქართველოში და არასდროს არ იქნება გვიანი, როდესაც ვიღაცას მიაკითხავს ეს უსამართლობა. ამიტომ, როდესაც გვაქვს დრო, რომ თუნდაც ერთი მასწავლებლის წინააღმდეგ მიმართული ეს უკანონო გადაწყვეტილება გავაპროტესტოთ ხმამაღლა, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს დროულად გავაკეთოთ. ამიტომ მე მინდა უთხრა მასწავლებლებს, იყავით თამამები, იყავით ძლიერები იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ, იმისთვის, რომ ნინო დათაშვილი დავიცვათ პირველ რიგში ამ კონკრეტულ შემთხვევაში და საბოლოოდ დავიცვათ ჩვენი სასკოლო საზოგადოება, იმისთვის, რომ გავლენები, პოლიტიკური გავლენები არ არსებობდეს ქართულ სკოლებში და მასწავლებლები იყვნენ თავისუფლები, ჩვენ მასწავლებლებს შეგვეძლოს ღიად, საჯაროდ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, იმისთვის, რომ ადამიანებს პირველ რიგში მომავალ თაობას ვასწავლოთ რა არის დემოკრატიული ღირებულებები და ჩვენი საქმე და სიტყვა მათ შორის იყოს თანმხვედრაში ერთმანეთთან.